დაძრა და სტაგნაცია შექმნა როგორც პოლიტიკური პროცესი. ეხლა რა იქნება ეს? ეს იქნება ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. ეს იქნება პოლიტიკური ბრძოლა, რომლის მიზანი სტრატეგიაში როგორ გამოიკვეთება, ინტერესიც ზუსტად ისევე განვითარდება ამ პოლიტიკურ მოძრაობაშიც და ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ. რაც შეეხება ნესტან კირთაძეს, 20 წლის პოლიტიკური გამოცდილებით, უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიით, მარცხით, ზეაღმართვით, ისევ მარცხით, ისევ ზეაღმართვით, მაგრამ ჩვენს ხალხთან ყოველდღიური დგომით. მე ვიტოვებ უფლებას, რომ მქონდეს ჩემი გადაწყვეტილების უფლება. სად ვიქნები მე, ვისთან ერთად ვიქნები მე, რომელიც გაივლის ერთადერთ მაგისტრალურ გზაზე. ეს არის ჩვენი ხალხი და ჩვენი სამშობლოს ხვალინდელი დღე. ამდენად ჯერჯერობით ჩემი მიმართულება წავიდა სწორედ იმ გზით, რომელიც იყო მივიწყებული, დავიწყებული და გადანაწილებული მხოლოდ ვაშინგტონის, ბრიუსელისა და მოსკოვის მოიმედეობაზე. ეს არის ჩვენი სისხლისა და ხორცის, ჩვენი აფხაზებისა და ცხინვალის რეგიონის ოსებისადმი დამოკიდებულება. რა გამოვა აქედან? ერთი ღმერთმა და ჩვენმა ყოველდღიურმა შრომამ იცის. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ აი ეს მთავარი მიმართულება დედოზარის შემოკვრის მსგავსი გახდა და გახდება ქართულ საჯარო სივრცეში, რომ უკვე არა მხოლოდ ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და მოსკოვმა, არამედ ქართველმა ხალხმა მიაქციოს ყურადღება, როგორც სოხუმის, ასევე ცხინვალის მიმართულებით, ურთიერთდათბობის, ურთიერთშერიგების, ურთიერთნდობის აღდგენის და ხელახლა ერთმანეთის გაცნობის მიმართულებით. ნესტან, თქვენ ახსენეთ, რომ სამოქალაქო მოძრაობას შეუდგეთ სათავეში, მაგრამ ისიც თქვით, რომ 20 წელია პოლიტიკაში ვარ. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა გითხოთ, როგორ ფიქრობთ, ეს არჩევნები, მოახლოებული არჩევნები იქნება მხოლოდ ორ პოლიტიკოს შორის, ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილის შორის, თუ თქვენ ქართულ პოლიტიკაში კიდევ ხედავთ ძალებს, რომლებიც იბრძოლებენ არჩევნების მოგებისთვის, თუ არა ადგილების დაკავებისთვის? პოლიტიკური საარჩევნო დაპირისპირება, იმიტომ რომ პოლიტიკური ბრძოლა კიდე სხვა ტერმინია და სხვა შინაარსს მოიცავს. ჩვენ არ ვიცით ეს პროცესი, დღევანდელი დაძრული პროცესი პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიაში გადაიზრდება თუ ეს იქნება მხოლოდ საარჩევნო პოლიტიკური პროცესი. ყველა შემთხვევაში ამ ეტაპზე დღევანდელი რიცხვით ვთქვათ, რომ საარჩევნო პროცესი ძირითადად იქნება ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის. ეს იქნება ივანიშვილისა და სააკაშვილისა და ივანიშვილის პოლიტიკური საარჩევნო დაპირისპირება, რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს. არსებობს ასეთი თეორიული მოსაზრება, რომ შეიქმნება ის კიდევ ერთი პოლიტიკური გაერთიანება, ხშირად ხმარობენ, რომ იქნება პოლიტიკური ცენტრი, სავარაუდოდ სახელდება კიდევაც გვარები, მაგალითად ბურჯანიძე, გაჩიჩილაძე, კუკავა და ასე შემდგომ. შეიძლება სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიც სხვადასხვა დაჯგუფებებს ქმნიდეს, მაგრამ ჩემი პოლიტიკური პროფესიონალიზმით პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მესამე პოლიტიკურ ცენტრს შანსი ბარიერის გადალახვისა აქვს 50-50-ზე. უფრო სავარაუდოდ შეიძლება ვერც გადალახოს საარჩევნო ბარიერი. დღევანდელი პოლიტიკური საარჩევნო პროცესი და დაპირისპირება არ იქნება იდეოლოგიური დაპირისპირება, არ იქნება მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება, ეს იქნება დაპირისპირება ქვეყანაში მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის შექმნის და ხელისუფლების შეცვლის მცდელობისა, თუმცა შედეგად შეიძლება მივიღოთ მხოლოდ მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის შექმნის მცდელობა, რაც შეეხება ადგილების გადანაწილებას. ამაზე, რა თქმა უნდა, პროგნოზი არის ძალიან უმადური. დღეს მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პროცესი დაძრულია. არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, გნებავთ ვადაში, გნებავთ ვადამდე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა სხვა დანარჩენი პოლიტიკური ცენტრები და ჯგუფები უბრალოდ დამარცხებისათვის არიან განწირული. ძირითადი სუბიექტები იქნებიან მხოლოდ მიშა და ბიძინა და მიშა.
ხალხთან ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ ეიფორიამ, იმ დიდმა ეიფორიამ, რომელიც ახდა ბიზნე ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას, გარკვეულწილად მინავდა ეს ეიფორია და რის დასტურიც არის თუნდაც ის კვლევები და რეიტინგები, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და არც თუ ისეთი მაღალი რეიტინგი აქვს აღმოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას, როგორც მათ მიერვე ჩატარებულ კვლევებში ჩანდა, ანუ 65%-ით ლიდერობს კვლავ ნაციონალური მოძრაობა და 25% აქვს ქართულ ოცნებას. თქვენ ფიქრობთ, რომ აი ამ შედეგით მოახერხებს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების შეცვლას? მე რატომ ფიქრობთ, რა გახდა ის მიზეზი, რომ ეს რეიტინგი შემცირდა, ის თუ არა, რომ ახამდე თითქმის 4 თვე გავიდა და რაღაც აქტიური ქმედებები ამ დონე არ გახორციელებულა. ეხლა მე პირდაპირ გეტყვით იმას, რასაც ვფიქრობ მე. ჩემი როგორც პოლიტიკოსის მთავარი მიზანი გახლდათ ბოლო წლების მანძილზე და ქართული მედია სივრცე მოწმენი ხართ ამისი. როდესაც მე დაუზარებლად კვირაში 2-ჯერ გამოვდიოდი სპეციალური განცხადებებით და მოგზაურობდი მთელს მსოფლიოში ერთადერთი მიზნით, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მოქალაქეები აქტიურად კი არა, მაქსიმალურად ჩართულიყვნენ საარჩევნო პროცესში. და რატო? იმიტომ რომ ქვეყანა გადავიდეს ერთპარტიული მმართველობიდან მრავალპარტიულ დემოკრატიულ მმართველობამდე. ქვეყანა გადავიდეს ერთპარტიული სტაგნაციიდან და ერთპიროვნული მმართველობიდან დემოკრატიულ მმართველობით პოლიტიკურ სისტემაზე. და მე ვითხოვდი, რომ კანონმდებლობის დონეზე სავალდებულო გამხდარიყო არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქისათვის, რომელიც არის ტრადიცია და გამოცდილება მათ შორის განვითარებული ევროპული ქვეყნებისა. და რატომ? იმიტომ რომ აი ამ მძიმე უკანასკნელმა 8-10 წელიწადმა პრაქტიკულად ჩვენი საზოგადოება გააუცხოვა არჩევნებისადმი და ერთადერთ ეიფორიად დატოვა მხოლოდ ქუჩით ხელისუფლების შეცვლა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისათვის, ყველაზე მთავარ მონაპოვრად ჩაითვლება ამ არჩევნების შედეგი ის, რომ მოქალაქეების ყველაზე მაქსიმალური რაოდენობა თავად გამოხატავს თავის უფლებას და თავად მიიღებს იმ რეალურ ცვლილებებს, რომელიც არჩევნების შედეგად დაიდება. რაც შეეხება ეიფორიას, გაუცხოებას, რაღაცა ფოიერვერკებს, რეიტინგებს, ეს ყველაფერი პროცესისათვის დამახასიათებელია. ეს მუდმივად ცვლადი მდგომარეობა გახლავთ. ჯერჯერობით მე ვფიქრობ საბოლოო რეიტინგებზე უკვე ნაადრევია ლაპარაკი, მაგრამ გამოკვეთილი კი ნამდვილად არის ორი პოლიტიკური ცენტრი, ორი პოლიტიკური საკმაოდ ძლიერი ხვედრითი წონის ფიგურა, მის გარშემო დარაზმული პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები, ეხლა ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე. ხალხი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მაქსიმალური მოძრაობის, მაქსიმალური ჩართულობის მიხედვით, რეიტინგიც იქნება სწორედ ისეთი და შედეგიც იქნება სწორედ ისეთი. და მინდა გითხოთ ქალბატონესთან, თქვენ როგორც პოლიტიკოსი, დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, მაინტერესებს თქვენი აზრი, რითი ხსნით ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში ერთდროულად ისეთი განსხვავებული ფსორფხედველობის პოლიტიკური ჯგუფების არსებობას, როგორებიც არის დაუშვათ ერთი წყვილ ყობა დავითაშვილი, რომელსაც აქამდე ქონდა კვეთრად გამოხატული ანტი-ნატოს პოზიცია და იგივე რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანია. რა არის მათ შორის გამაერთიანებელი ფაქტორი? ხომ არ არის ეს ბიძინა ივანიშვილის ფული? მე რამდენადაც ვიცი, მირიან, ყობა და ზვიადი ამ პროცესში მონაწილეობენ როგორც პიროვნებები და არა როგორც პოლიტიკური პარტიები. ღმერთმა ქნას, რომ ეს იყოს ჩემი სიმცდარის პირველი და უკანასკნელი ფაქტი და ყობათი და ზვიადით დასრულდეს ჩემი მცდარობა ქართულ პოლიტიკაში, როდესაც ისინი გახდებიან ამ კოალიციის პოლიტიკური სუბიექტები, ალბათ თავადვე გვეტყვიან აი ამ განსხვავებისა და ერთიანობის შესახებ. ასე რომ აქ ჩემი კომენტარი იქნება სრულიად არაკორექტული, ჩემი აზრით. რაც შეეხება მოძრაობებს, მოძრაობა იტანს ხოლმე ასეთი ტიპის ზოგადი თეორიებით, იტანს ხოლმე ასეთი ტიპის სუბიექტების ეკლექტიზმს. ჩვენ არ დაგვაუწყდეს, რომ ყობა და ზვიადი ასევე სრულიად გამოკვეთილი დასავლური პოზიციების, ნაციონალური მოძრაობის გამოკვეთილი სახეები იყვნენ. ასე რომ მე ვფიქრობ, არაფერი არ შეცვლილა ამით. და კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რაც ჩემთვის არის რწმენით
ეს გახლავთ ის, რომ ვერც ერთი პოლიტიკური პერსონა საქართველოში, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში ვერ გადახედავს, ვერ გადასინჯავს და ვერ შეცვლის ქართველების ევროპულ ორიენტაციას, რომელსაც თაობები შეეწირა ბოლოს და რომელიც არის ისტორიული ორიენტაცია. ბოლოს მინდა გითხრათ ქალბატონესა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასთან, პუტინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დალაგების პარალელურად საქართველოს ხელისუფლებამ, მომავალმა ხელისუფლებამ თუნდაც იზრუნოს ნატოში გაწევრიანებას, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე. ეს ორი რამ ერთმანეთთან პარალელურად შესაძლებელია რომ განვითარდეს. იცით, დღევანდელი ვითარება, რომელშიც აღმოჩნდა საქართველო, ეს არის უაღრესად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობა და არა მდებარეობა, როგორც ჩვენი პოლიტიკოსები ამბობენ. მე პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს სულად შეხვედრა არის ორი პრეზიდენტისა და მე მინდა შევაფასო კიდევაც ეს შეხვედრა. კი ბატონო. როცა იქნებით მზად. დღეს შეხვედრა უნდა გაიმართოს ორი პრეზიდენტისა და მე ვთვლი, რომ პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრა მით უმეტეს ოფიციალურ ფორმატში არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ოფიციალური ფორმატი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ შეხვედრის შინაარსს. პირდაპირ შემიძლია გაუსწრო მოვლენებს და კომუნიკე, რომელიც გამოქვეყნდება ამ შეხვედრის შემდგომ, რასაკვირველია დაეთმობა საკითხებს საქართველოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას, ეგრეთ წოდებულ ავღანურ საკითხს, რა თქმა უნდა, საკითხების შეეხება ორმუზის სრუტის კრიზის, ბლოკადას ირანის მიერ, ანუ ირანულ საკითხს და ამ პრობლემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა კომუნიკეში დეტალურად ამ თემებზე საუბარი არ იქნება და იგი მხოლოდ ორი პრეზიდენტის შეხვედრის დიალოგისა და განსჯის საკითხი იქნება, მაგრამ კომუნიკეში ალბათ მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ქვეყნის, ანუ საქართველოს საშინაო საკითხებს, რომელიც გახლავთ დაკავშირებული 2012 წელთან, როგორც პოლიტიკურ წელთან, როგორც არჩევნების წელთან და როგორც მნიშვნელოვანი ცვლილებების წელთან. რა მაქვს მხედველობაში? თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ბევრად უფრო კრიტიკული მოსაზრებები გაჩნდა ხელისუფლების მიმართ, როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში და რა დღირს უკანასკნელი ხანის, ასე ვთქვათ, კრიტიკული გამოსვლები კონკრეტული პოლიტიკური პერსონებისა. მე ყურადღება მივაქცია ამას წინათ ბატონი ობამას ერთ-ერთ გამოსვლას, რომელმაც ისაუბრა ტირანიისა და თავისუფლების შეუთავსებლობის შესახებ. მე მიმაჩნია და ეს მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ღირსების საკითხია, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და როგორი შედეგები იქნება 2012 წლის პოლიტიკური არჩევნების შემდგომ. ასე რომ ყალბი იმედები ნუ შეგვექმნება ამ შეხვედრის გამო, რაღაცა ყალბი ინსინუაციები, რომელიც ვრცელდება, ესე ვთქვათ, ჩემი ოპოზიციური კოლეგებისაგან, ეს მე ვფიქრობ გადაჭარბებული ილუზიებია, საუბარი იქნება კონკრეტული, რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულს, იგი პირდაპირ არა სპეციფიკურ დეტალებს, არა სპეციფიკურ თემებს, მაგრამ შეეხება 2012 წლის დემოკრატიულ პოლიტიკური პროცესის განვითარებას ქვეყანაში და მის შედეგებს. მე კიდევ ვიმეორებ, ეს დღეს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ევროპისათვის უკვე ღირებულების დონეზე ღირსების საკითხია და არა ჩვეულებრივი პოლიტიკური საკითხი. მადლობა.
და ბოლოს შეკითხვას დაგისმევთ ქალბატონესთან, კითხავთ, როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებაში იმ სახეების გამოსვლებს, იმ სახეების მიერ თანამდებობების დაკავებას, გარკვეული თემატური ჯგუფების ხელმძღვანელობას, რომლებიც უკვე იყვნენ პოლიტიკაში და ისინი ძირითადად იყვნენ მოქალაქეთა კავშირის წევრები. და ძირითადად მათ სახელი კორუფციასთან ასოცირდება იგივე უკრაინასთან დაკავშირებული სერიოზული სკანდალი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ბიძინას გასაკეთებელი განმარტება, რატომ აირჩია მან ესა თუ ის სახე და რა კონკრეტულ პროცესს დაუკავშირა. მე შემიძლია დიდი სიამოვნებით ეს ტრიბუნა გამოვიყენო ჩემი მიმართულებით და გითხრათ პირდაპირ გუშინ წინ გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ჩვენი სასულიერო პირის მამა იონას პირდაპირ თქვათ გაქრობასთან დაკავშირებით და პირდაპირ შემიძლია გავაკეთო ჩემი განცხადება როგორც ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარისა. მე პირადად ვიცნობ მამა იონას, მე ვადასტურებ იმას, რომ იგი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დავალებით ხშირად არის აფხაზეთში და მისი დავალების შინაარსი არის ის, რომ მან აღადგინოს კარგი ურთიერთობები აფხაზეთის სასულიერო წრეებთან. მე პირდაპირ გამოვრიცხავ ან ქვაბის, ან მისი ადმინისტრაციის, ან სოხუმის სასულიერო პირების დაინტერესებას მამა იონას ინციდენტთან დაკავშირებით. ეს არის პირდაპირ გამორიცხული საკითხი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ალბათ კერძო ემოციების რაღაცა შედეგი გახლავთ, ან ასე ვთქვათ, სიფიცხის ან რაღაცის შედეგი, რომელიც მალე გაირკვევა და მალე დადასტურდება და აქაც რასაკვირველია, აი ამ ეპიზოდმა ჩვენ უნდა გვაჩვენოს, რომ უფრო მეტი უნდა გქონდეს ერთმანეთთან ნდობა, ერთმანეთთან ურთიერთობა და მამა იონას ეპიზოდიც იყოს დასაწყისი ჩვენი ახალი ადამიანური ურთიერთობების დაწყებისა. ბიძინასთან დაკავშირებული საკითხები მე ვგთხოვთ, რომ დააზუსტეთ ბიძინასთან, მით უმეტეს ხუფენიაზე კომენტარი არ მაქვს, ჩემი პოლიტიკური ტვინი ალბათ ამას ვერ გაწუდება. რა მისი მოღვაწეობა ქალბატონესთან? არ მახსოვს და ალბათ ჩემი პოლიტიკური ტვინის უჯრედები ამდენს ვეღარ დაიტევს, ამდენ გიგანტებს ერთდროულად, მაგრამ მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, შეიძლება სხვა კითხვებიც გაქვთ, მაგრამ ერთადერთი რამ მინდა ვთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი დაწყებულია, ამ პროცესს როგორ შეუწყობთ ხელს, საით წავიყვანთ ჩვენ, ეს უკვე დამოკიდებული არის ყველა ჩვენთაგანის აქტიურობას.